მესამე დღე გრძელდება გაფიცვა აგარის შაქრის ქარხანაში. ამ დროისთვის საწარმო ბლოკირებულია და სატვირთო ავტომობილებს პროდუქციის გამოტანის შესაძლებლობა არ ეძლევათ. ქარხნის 450-მდე გაფიცული თანამშრომელი მათი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში საავტომობილო გზის გადაკეტვასაც აანონსებს. გაფიცულები დირექციას ვადას დღეს 12 საათამდე აძლევდნენ. გიორგი ახალკაცი გვერდება ახლა აგარიდან პირდაპირ ეთერში და გვეტყვის რა ვითარებაა ადგილზე. მიშა, დიახ, დღეს 12 საათზე გეგმავდნენ აგარის ქარხნის თანამშრომლები გზის გადაკეტვას, თუმცა მათ ცოტა ხნის წინ მიიღეს ადმინისტრაციისგან პირობა, რომ დღეს აქ გამოჩნდება ქარხნის დირექტორი ალხან ალიზადა და შეხვდება გაფიცულ თანამშრომლებს, სწორედ მისგან ელოდებიან პირობების შესრულებას და იმ შემთხვევაში თუ არ შესრულდება მოთხოვნები, სწორედ ამის შემდეგ აანონსებენ აგარის შაქრის თანამშრომლები გზის გადაკეტვას. მოთხოვნები უცვლელია სამუშაო პირობების გაუმჯობესება და იმ ფინანსური დავალიანების დაფარვა, რაც აქვს მათთან კომპანიის ადმინისტრაციას. აგარის ქარხნის თანამშრომლები წლის განმავლობაში 6-7 თვის განმავლობაში მუშაობენ, დანარჩენი თვეები კი უმუშევრები და შესაბამისად უხელფასოები არიან. ამის საკომპენსაციოდ დეკემბრის ბოლოს ისინი გასული წლების განმავლობაში იღებდნენ ხოლმე დამატებით 1 თვის ხელფასს, თუმცა ცოტა ხნის წინ შეიტყვეს, რომ ამაზე კომპანიის მხრიდან უარი ეთქვათ. შესაბამისად პროტესტი სწორედ ამის გამო დაიწყო აგარის ქარხანაში, სადაც როგორც თანამშრომლები ამბობენ, სამუშაო პირობები არის მძიმე, ხელფასი კი მიზერული. მათი ანაზღაურება 350 ლარიდან 700 ლარამდე მერყეობს. აქციაზე დგანან ის ადამიანები, რომლებიც თითქმის ნახევარი საუკუნე მუშაობენ ისტორიულ ქარხანაში და როგორც თავად გვეუბნებიან, მათი სამუშაო არის დაუფასებელი. გარდა ამისა, გაფიცულების თქმით, ქარხნის ადმინისტრაცია უთანასწორო პირობებში ამყოფებს მათსა და უცხოელ თანამშრომლებს, უცხოელებს გაცილებით მეტი ანაზღაურება აქვთ იმის მიუხედავად, რომ როგორც ქართველები, ასევე უცხოელები ერთსა და იმავე სამუშაოს ასრულებენ. მთელი 8-10 დღე გვიწევს ღამის სმენაზე მუშაობა და როგორ გვაჩინოთ ოჯახი 500, 600, 300, 370 ლარით. თქვენ ხო ვერ არჩენთ. თვითონ 25,000-ები არ აყოფნით და მე 300 ლარით უნდა ვარჩინო ოჯახი და 500 ლარი. ეკონომიკის სამინისტრო ჩამოვიდეს და ჩვენ თვალწინ დაიანგარიშოს რა წაგება. მაინტერესებს რა არის წაგება. მოგებაც კარგი იყო და ჩვენთვის შეპირებული თანხაც უნდა მოეცათ, მაგრამ ეს არ გააკეთეს. ვინც არის მფლობელი და ვინც გააჟღერა რომ დაიკეტება ეს ქარხანა, აი ჩამოვიდეს აქ ინტერვიუს ვიღაცას რო აძლევს, ვალდებული, ანგარიშვალდებული არის მუშასთან მოვიდეს და მუშას უნდა უთხრას, რომ დაკონსერვდება, აი ამას ვფიქრობ, ზარალზე ვარ და მუშა თვითონ გასცემს მე პასუხს აქ რაღაც ზარალზეა, ჩვენც ვიცით 2x2 რა არის. თვითონ აქ ქარხანაში ვერავინ ვერ შევა. ვერაფერის რეალიზაცია ვერ მოხდება. მაგაზრზე ვარ, იმიტომ რომ ორი შესასვლელი აქვს და ორივე გადაიკეტება. ვაპირებთ იმას, რომ აი ვიბრძოლოთ და ვაპირებთ იმას და მოვითხოვთ სახელმწიფოსგან და სამთავრობო ორგანიზატორებისგან მოვიძინე და დაუდგნენ აი ამ ხალხს გვეწე. დაუდგნენ აი ამ გაჭრებულ ხალხს. როცა ჭიდდებოდა თავობა იყო თუ ის იყო შაქრის კომბინატი და ეს ხალხი ყველას ედგარა გვეწე. ოჯახები ყავთ, სირეწლოვნები ყავთ, ინვალიდები ყავთ, ავანტყოფები ყავთ, გვეწე და ჭიდებათ ამას ის ხელფასი რა, სადაც ვითხოვ ჩვენ. გადაგვიხადონ კუთვნილი, რაც გვეკუთვნის, თუ არა და მოგცენ საარსებო მინიმუმის გაიშვება ქარხანა. ან თუ საერთოდ გაიშვება, ეგეც გითხრათ. და ყოველთვის, ყოველ შეხვედრაზე, როცა ასეთი რამე პრობლემას წავაწყდებით, დაიხურება ქარხანა. ეს პასუხია? აგარის შაქრის 450 თანამშრომელი 3 დღის წინ გაიფიცა. მათ პრობლემების მოგვარების სანაცვლოდ ადმინისტრაციისაგან მხოლოდ 2 ტომარა შაქრის გადაცემის პირობა მიიღეს. გაფიცულები ითხოვენ არალეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლების ჩამოსვლას დაბაში, ასევე ისინი ოპოზიციას მოუწოდებენ დაინტერესდნენ მათი პრობლემებით.